მოგესალმებით, განვაგრძობთ მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში შემოგერთეთ გადაცემა სტუდია ნომერი 8, რომელსაც მე ჟურნალისტი ლიზა კვესელოვა ვუძღვები. Გადაცემაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტუალურ საკითხებზე ვისაუბრებთ. Გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი კი ლევან ლორთქიფანიძე იქნება, რომელიც ჩაგვერთვება. მოგესალმებით, ბატონ ლევან, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონ ლევან, როგორია თქვენი შეფასება ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, როგორია პოლიტიკური პროცესების დინამიკა და პროტესტი რა ეტაპზეა ახლა საზოგადოების პროტესტს გულისხმობ? ჩვენი პოლიტიკური პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ნაკლოვანება ალბათ ის გახლავთ, რომ სოციალურ პრობლემებზე და საკითხებზე ნაკლებად რეაგირებს, მაგრამ გუშინ იყო 1 მაისი, შრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე და პოლიტიკურმა პროტესტმა, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, სოციალური განზომილება მიიღო. გუშინ თბილისში სოლიდარობას უცხადებდნენ მაგალითად ჭიათურელ მაღაროებს. ჭიათურაში დღეს მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, კატასტროფული მდგომარეობა, იმიტომ რომ საწარმო გაჩერებული. მოქალაქეებს და მაღაროელებს, იქ დასაქმებულ მაღაროელებს აძლევდნენ 60%-იან ხელფასს, ანუ თავიანთი ხელფასის 60% და იმასაც ვეღარ დარგვით. გაჩერებულია იქ მცირე ბიზნესი, იმიტომ რომ მთლიანად მაღაროზეა დამოკიდებული მცირე ბიზნესის საქმე. და ადამიანები პროტესტში არიან ჩართული უკვე 60 დღეა და გუშინ ქართული ოცნების პოლიტპატიმართა რიგებს დაემატა 4 მაღაროელი. გუშინ წინ ღამის 3 საათზე შეუვარდნენ მათ კარავში, მოშიმშილებს შეუვარდნენ კარავში, ცემეს, წაიყვანეს, ასე ვთქვათ, საპატრიმრო დაწესებულებაში და გუშინ შრომელთა სოლიდარობის დღეს ჩაატარეს სასამართლო პროცესი და 4 მაღაროელი ფაქტობრივად ძევლად ყავს აყვანილი საქართველოს ხელისუფლებას. ლიზა, მე მაოცებს იცით რა ის გულგრილობა, საყოველთაო გულგრილობა და გულცივობა, რომელიც ამ ხალხის მიმართ სულთებს დღეს ჩვენ საზოგადოებაში. აი მაგალითად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ფაქტობრივმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აი ერთი რაიონი მთლიანად იღუპება, რჩება სამუშაოს გარეშე, უმძიმესი მდგომარეობა იქ შექმნილი და კაცი ამბობს, რომ ესა კერძო დავა. და ჩვენ იქ არ ჩავერევით. ადგილობრივად თვითმმართველობა ვიცით რა თქვა, როდესაც ამ პრობლემას წააწყდა, რომ უმუშევრობა, საშინელი უბედურება, სოციალური გაჭირვება, მე აღარ ვამბობ იქ ეკოლოგიურ და სასოფლო პრობლემებს და სახლები რო ინგრება და სოფლები რო დანაბრალებდა და უზარმაზარი უსხულები რო არის გაჩენილი, მაგალითად ჩუქურში და სხვა სოფლებში. ადგილობრივად თვითმმართველობა თქვა, რომ ჩვენ უნდა მოვეფეროთ ინვესტორს. მოვეფეროთ, ეს სიტყვა მართლა თქვა. გამიკვირდა რამე სხვა რამეზე ხوار საუბრობს მეთქი. ნუ იქ არის სხვა ისინი აქტორებიც ხო, მაგალითად რო ავიღოთ ესე იგი საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ეპარქია. მეუფე დანიელი, რომელიც ძალიან განათლებული და ჭკვიანი კაცია და იცნობს ქვეყანა და ზურაბჟვანიასთან ახლოს იყო და თითქოს პროგრესულ ფრთას მიეკუთვნებოდა, ეკლესიის პოზიცია ძალიან ელთბილი. წესით და რიგით დაიდო პირობა, რომ შუამავალი იქნებოდა მაღაროელებსა და სახელმწიფოს შორის და მაინც და მაინც არ აქტიურობდა. ანუ განწირულია ხალხი. ჭიათურაში სახელმწიფოს როლი როგორი უნდა იყოს, ლევან? აი ნორმალური სახელმწიფოს პირობებში რა უნდა გააკეთონ პირველმა პირებმა, ქვეყნის პირველმა პირებმა, იმიტომ რომ ეს არ არის ახალი პრობლემა. წლებია უკვე მე პირადად ამ თემებზე მაქვს ხოლმე გადაცემა და მუდმივად საუბრობ, რომ იქ ადამიანების უფლებები არ არის დაცული, რომ შრომის უსაფრთხოება ნულზეა დაყვანილი და ასე შემდეგ. უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება აი ამ სამწუხაროდ, აი ამ ყველაფერს და მუდმივად აპროტესტებენ ეს დასაქმებული ადამიანები. თუმცა სახელმწიფო მუდმივად ამბობს, რომ არ ვერევიდა, თავად უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა ბიზნესსა და დასაქმებულებს შორის. აი სახელმწიფოს რა წვლილი უნდა კონდეს აი ამ პროცესში და როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება? იცით, ხანდახან მეცინება ხოლმე თეატროლოგიანის კომისიის ხდომებს რო უყურებ, შერჩევითად რო საკითხები გამოკვეთილი და მხოლოდ იმ თემებზე რომ საუბრობენ, რომ აწყობთ. და მათ ინტერესებში რაც შეეძლო. აი მაგალითად ამ კომისიამ გამოიწვიოს როგორ გაიყიდა ჭიათურის საწარმო. საიდუმლო მუხლებით, საიდუმლო პირობებით, ინვესტორისთვის სრულიად სასარგებლო
პირობებით, არანაირი ინტერესი სოციალური თუ ეკოლოგიური ადგილობრივი მოსახლეობისა გათვალისწინებული არ იყო. რატომ არ იძიებენ ამ საკითხს? იმიტომ რომ გამოიძიონ, მათი მოკავშირეები შეიძლება დარჩნენ შემოსავლის გარეშე. რაც შეეხება თქვენს შესანიშნავ შეკითხვას თუ როგორ უნდა მიქცეოდეს ქვეყანა, ხო? აი მაგალითად გერმანიაში, რურის ოლქში მიხვდა ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრალური ხელისუფლებაც მიიღეს საერთო გადაწყვეტილებაც, ეროვნული გადაწყვეტილებაც, რომ ნახშირის წარმოება გარემოს აბინძურებს. ნახშირი არის გუშინდელი დღე და ამიტომ გატარდა პოლიტიკა, რომ იმ რეგიონებში, რომლებიც მთლიანად დამოკიდებული იყო ნახშირის მოპოვებაზე, ესე ვთქვათ, ჩანაცვლებული იყო ეს მრეწველობის დარგი სხვა სფეროთი, სხვა სამუშაო ადგილი. ნორმალური სახელმწიფო საქართველოს რო ყავდეს ეს ნორმალური ხელისუფლება, დღეს იფიქრებდა, რომ აი მოდით რა სამუშაო ადგილები გავაჩინოთ ტყიბულში, რომ ის აღარ იყოს ნახშირის შახტაზე დამოკიდებული. რა ახალი სამრეწველო დარგები განვავითაროთ ჭიათურაში, რომ იქ მანგანუმის მოპოვება არ იყოს ერთადერთი ეკონომიკური საქმიანობის ერთადერთი სფერო. ამაზე დაიწყებდა ფიქრს, ჩანაცვლებაზე. თან იცით, როგორ მოხდა გერმანიაში ეს, რომ აი ეს მომპოვებელი, ქვანახშირის მომპოვებელი საწარმოები თავიანთი მოგების ნაწილს გადადებდნენ გვერდით, დებდნენ ამას ადგილობრივი განვითარების ფონდში და ნელ-ნელა გრძელვადიანი ხედვით სხვადასხვა ქალაქები გამოვიდნენ ნახშირის წარმოებიდან, გადავიდნენ ტექნოლოგიების თუ მრეწველობის სხვა დარგზე. ეს არის ადამიანური მიდგომა. საქართველოში მიდგომა როგორია? მოდით გაქრეს მოსახლეობა ჭიათურაში, არავინ იქ აღარ იცხოვროს, ავაფეთქოთ სოფლები, ამოვჩიჩქნოთ მიწა, გავანადგუროთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ბომბით რისი მოპოვებაც შეიძლება დასაფეთქებელი საშუალებით ის მოვიპოვოთ და რო გათავდება და ამოიწურება ეს ბადანი, დავტოვოთ იქ ღრმულები, დავტოვოთ იქ ხრამები, დავტოვოთ იქ განადგურებული სოფლები და ქალაქი და იქ აღარ იცხოვრონ, ჩერნობილს დაემსგავსოს სიკაულობა. აი ეს გზა დღეს არჩეული საქართველოს ამ ხელისუფლებასაც, წინა ხელისუფლებასაც ეს გზა ქონდა არჩეული და თუ ცოტა დავფიქრდებით, შეიძლება მომავალი ხელისუფლებაც იგივე გზას დაადგას. მოკლედ, ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო. სახელმწიფოს არსებობა ნიშნავს იმას, რომ გრძელვადიან ინვესტიციებს დებს სხვადასხვა საქმეში, გრძელვადიანად ფიქრობს. ბიზნესი ფიქრობს მოკლევადიანად, ამ წუთასაც უნდა მოგება, ამ წუთას უნდა შემოსავალი, უნდა მარტივი შემოსავალი, ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე შემოსავალი. და ამიტომ არსებობს სახელმწიფო, რომ მხოლოდ ბიზნესის, ესე იგი სწრაფ მოგებაზე არ იყოს ჩვენი ქალაქების და სოფლების ბედი დამოკიდებული. მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში პირიქით ხდება და მთელი სახელმწიფო აპარატი, რომ გავაგრძელოთ პოლიცია, უშიშროება, ქუჩის შპანა და კრიმინალური ავტორიტეტები ყველანი ჩართულები არიან დღეს ჭიათურის მოსახლეობის წინააღმდეგ. ამიტომ მე უხეშად ვიყენებ თქვენს კეთილგანწყობას და მართლა მოუწოდებ მთელს ჩვენს ქვეყანას, რომ პოლიტიკური საკითხი არის ის, თუ რა ბედიელით საქართველოს სამრეწველო ქალაქებს. ჩვენი ეკონომიკის ბედს და შინაარს განსაზღვრავს ის, თუ როგორი ინდუსტრიები გვექნება ამ ქვეყანაში. ასე რომ ეს არის პოლიტიკური საკითხები, ეს არის მთავარი საკითხები და არა მხოლოდ ის, თუ რა მოხდება პოლიტიკურ ველზე და ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ვინ მიიღებს ან არ მიიღებს მონაწილეობას. მთელი გულისხმობით, მთელი გონებით და რა ვიცი, ცხელი გულით და ცივი გონებით უნდა მივაპყროთ მთელი ჩვენი ენერგია აი ესეთ ხალხს, გაჭირვებულ ხალხს, გაუბედურებულ ხალხს. გუშინ ლიზა, ეს ვიცი თქვენ დაგაინტერესებთ, ასევე საპირველმაისო დემონსტრაციაზე კიდევ ერთი საკითხი გახმოვანდა. თქვენ იცით, რომ საქართველოში ასევე მიმდინარეობს ყოველგვარი წესების, გეგმების, მეცნიერების მონაწილეობის გარეშე და გათვალისწინების გარეშე ჰესების მშენებლობა. საქართველოში აპირებენ 217 ჰესის მშენებლობას. და მაგალითად ამჯერად აი ამ ჰესების მშენებელ ტექნოკრატთა სამიზნე არის ჩემი წინაპრების მშობლიური რაიონი, ვანის რაიონი. ვანის რაიონში ჩამოედინება ძალიან პატარა დინარე, რიონის შენაკადია, სულორი. ამ სულორზე უკვე დადგეს ერთი ჰესი და მაგალითად სოფელ სალხინოს, სადაც ბაბუაჩემი დაიბადა, დინარე მიეწოდება ხალხო გრაფიკით. გაგიგიათ ესეთი რაღაცა, შუქი გრაფიკით
გამოვლილი გვაქვს წყალი გრაფიკით, გამოვლილი გვაქვს გაზი გრაფიკით, გამოვლილი გვაქვს, მაგრამ შეიძლება მდინარე გრაფიკით იყოს, როცა ესე იგი ამ ჰესის ფლობელი მოინდომებს დამბის აწევას, მაშინ მდინარე მოდის სოფელში, როცა არ მოინდომებს ამას და ჭირდება თვითონ ენერგიის გამოსამუშავებლად, დამბა დაწეულია და სოფელში მდინარე არ მოდის. და აი ამ ასეთ მდინარეზე სულორზე, სადაც ერთი ჰესი უკვე ამხელა პრობლემას იწვევს, აშენებენ მეორე ჰესს. და სოფელ სულორში აპირებენ, ეს უნიკალური ის არის, რა ქვია, კურორტი, წყალტუბოს ბიძაშვილს ეძახიან, იქ წყლები ამოდის, თერმული, ასე შემდეგ, საბჭოთა დროს სერიოზული კურორტი და პიონერთა ბანაკი იყო, აი სოფელ სულორში მეორე ჰესი უნდა ჩაიდგოს და რამდენიმე ადამიანის მოგების მიზნით კიდევ რამდენიმე სოფელი უნდა გადავიდეს მდინარეზე, რომელიც გრაფიკით წამოვა. და მარტო სოფელი ხო არ გადადის ამ გრაფიკზე, გადადის ის ეკოსისტემა, ის გარემო, ასე რომ აი ნახეთ, მარტო მუშებს, მარტო ინდუსტრიებს კი არ აქვს პრობლემა, ვიცით ვამაყობთ, რაც შემოგჩა უკანასკნელი სიმდიდრე, რაც ჩვენ შემოგჩა. ხალხი ამ ქვეყნიდან გაქცეულია, არაფერი არ მუშაობს, ვერაფრით თავს ვერ მოვითონებთ. ხო, ერთადერთი სიმდიდრე რაც დაგვრჩა, ეს არის ჩვენი ბუნება, სილამაზე, რომელსაც ვეტრფით, რომელსაც ვამაყობთ. და ესეთი ჰესების მშენებლობით, პატარა თუ დიდი ჰესების მშენებლობით, ანადგურებენ ამ ბუნებას. თან არ გვეუბნებიან, ვისთვის ანადგურებენ. შეიძლება ადამიანმა უკან დაიხიოს და თქვას, რომ თუ რომელიღაცა ჰესის მშენებლობა 20 წლის განმავლობაში დაასაქმებს 50,000 ადამიანს, მაშინ შეიძლება გავიჭიროთ, რაღაცა გვერდით გადავდოთ, მაგრამ არ ვიცით რისთვის აშენებენ. ვინ მოიგებს აქედან? ერთი ბიჭიკო თუ რაღაც ისინი გვარიც დაასახელეს, არ მინდა ხალხა. ესეთი ერთი და ორი ადამიანის მოგების სხვა შეიძლება ჩვენ სირულე განადგურდეს ყველაფერი. აი ესეც პოლიტიკური საკითხია და ამაზე არ საუბრობენ და ამაზე ჩუმად არიან ჩვენი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, იმიტომ რომ ყველა ემხრობა ჰესების მშენებლობას, ყველა ემხრობა ჭიათურაში ეს მაფიოზულ და განგსტერულ წესრიგს და არავის არ ანაღულებს ამ ქვეყანაში რიგითი მოქალაქის ბედი და ბატონ ლევან, ხომ არ არის დრო, როდესაც ადამიანები სოციალური მოთხოვნების გამო უნდა გამოვიდნენ ქუჩაში, და პრინციპში ამაზე თქვენც გაამახვილეთ თავდაპირველად ყურადღება, როდესაც საუბრობდით და მე სხვადასხვა დროს უამრავი აქცია მახსენდება, თუმცა აი ასეთი მასშტაბური გამოსვლები, მაგალითად იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში საკვებ პროდუქტზე ფასები შვეიცარიაზე ბევრად უფრო ძვირია და ასე შემდეგ, აი ამის გამო არ მახსოვს, რომ დიდი მასშტაბური აქციები ჩატარებულიყო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემაზეც გავამახვილოთ ყურადღება, ადამიანებს აქვთ მცირე შემოსავალი ჩვენს ქვეყანაში 2-3 სამსახურში შეიძლება ვიმუშაოთ დღის განმავლობაში, თუმცა შემდეგ იმდენი გასამჯელოც ვერ ავიღოთ, რომ თვიდან თვემდე ოჯახი შევინახოთ, სრულფასოვნად ვიკვებოთ და რით ვიკვებებით, ეს საერთოდ ხომ შემდეგი საკითხია, რომელიც უკვე აგერ დავრწმუნდით, რითაც ვიკვებებით და არ ვიცი, ფეკალიებიც კი არის თურმე იმ პროდუქტებში გარეული და მონაწილეობს, რომელიც ბავშვებისთვის უსაფრთხო, ჯანსაღი გონია და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. განუკითხაობა არის სრული მთელ ქვეყანაში, ყველა მიმართულებით, როგორც თქვენ ბრძანეთ და მეც აუცილებლად უნდა დაგეთანხმოთ, საწვავის ფასი იქნება ეს თუ სხვა ჰიგიენური საშუალებები, თუნდაც ადამიანებისთვის საჭირო, ყოველდღიურად მნიშვნელოვანი, ყველაფერზე არის მზარდი ფასი. მიგვანიშნებს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ საკმარისად არ ვიცავთ ჩვენს უფლებებს, ჩვენ საკმარისად არ გამოვდივართ სიტყვით აი ამ უფლებებით, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ თუ არ გვექნება ამაზე შეფასება, თუ არ გვექნება ამაზე დისკუსია, საუბარი, ბუნებრივია ეს არ შეაწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც 10-15,000 აქვთ ხელფასი და დაზარალდება ისევ ის მაგალითად პენსიონერი, რომელსაც 350 ლარი აქვს შემოსავალი და არა ის პარლამენტარი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ფიქსირებული შემოსავალი 14,000 აქვს. არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ აი ამ მწვავე სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და არის თუ არა გამოსავალი იმაში, რომ საზოგადოება გაიზარდოს, ცნობიერება ავიმაღლოთ ამ ნაწილში და ჩვენი უკეთესი პირობებისთვის რაღაცნაირად უფრო დიდი პროტესტი გამოვხატოთ. ძალიან მძიმე ვითარებაა მიმართულებით, იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით, რომ რაც უფრო დიდი და მწვავეა გაჭიროება, ადამიანები კიდევ უფრო სუსტდებიან მოქალაქეობრივი თვალსაზრისით. კი ბატონო.
და როცა საჭმელი არ აქვს, სახმელი არ აქვს, შეიძლება ერთ ნაჭერ პურსზე და რამდენიმე წვეთრძეზე გაყიდო შენი პოზიცია, შენი ქვეყანა, შენი სამოქალაქო პოზიცია და ამ დროს, ასე თქვათ, ადამიანები ანდახან ღირსებასაც კარგავ. სიღარიბე ამიტომ არის რომ მან შეიძლება მიიყვანოს ადამიანი იქამდე, რომ საკუთარ თავზე და საკუთარ პატიოსნებაზე აიღოს ხელი. და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ეს ტენდენციაც ვლინდება. თან აი მე ვაკვირდები და ალბათ თქვენც აღმოაჩინეთ ეს თქვენი დაკვირვების ასე ვთქვათ კვალდაკვა. აი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერებს ჩვენ სამართლიანად ვეძახდით ხოლმე ჩაკეტილ სექტას. იმიტომ რომ ესენი იყვნენ ადამიანები და დღესაც არიან, რომლებიც სააკაშვილმა რაც არ უნდა დააშაოს, იტყვიან რომ ეს საჭირო იყო. მათ თვალწინ პირდაპირ ეთერში რომ ასე თქვა დანაშაული ჩაიდინოს სააკაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის ორთოდოქსი მხარდაჭერები მაინც აღთხოვანებულ იქნებიან და ტარს დაუკვეს. სამწუხაროდ თავისი შედეგი მოიტანა ქართული ოცნების პროპაგანდამაც და დღეს ქართული ოცნების, ესე იგი ფუნდამენტალისტი მხარდამჭერებიც ჩამოყალიბდნენ სექტად. ეს რას ნიშნავს? რომ ისინი არაფერზე არ რეაგირებენ, ყველაფერზე თავს უქნევენ თავის ბატონს და ღირსების შეგრძნებათ ზოგიერთი მართულებით დაკარგული. აი თქვენ ახლა სწორად ახსენეთ. აი მაგალითად გამოქვეყნდა ხო მონაცემები, რომ ყველა წესის და კანონის დარღვევით ერთი ბანკირი, რომელიც შემდეგ ფერმერი გახდა, საკუთარ საქონელს, რომელსაც აშინვად ეკეთებდა ჯერჯი და ბაკური წესით მილიონობით, არა ათასობით საქონლის გამოკეთვა და მათი მანქანებად გადაქცევა ესეთ არახუმანური და არადამიანური ქმედება, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ესე იგი აჭმევდა ქათმის სკორეს და მერე იქიდან მოპოვებულ რძეს ჩვენ გვასმევდნენ. მერე ის მოწამული ძროხები დაკლეს და ხორცი ჩვენ გვაჭამა. ამაზე ქართული ოცნების მხარდაჭერთა რეაქცია არის ნაური. რომ თქვენ მოიგონეთ. ეს ტყუილია, ეგრეთ შეიძლებოდა და ტყუილა ჩხუბობთ. ხო? ამას გვეუბნებიან. აი მაგალითად მივიდა ირაკლი კობახიძე, იმასთან რა ქვია, თემურ ლენგის მონუმენტთან. უზარმაზარ მონუმენტ. მიიტანა მასთან ყვავილები და ქართული ოცნების მხარდაჭერები ამბობენ, რომ რა უჭირს ეს თემურ ლენგის მონუმენტი იყო უზბეკეთის დამოუკიდებლობის კომპლექსის ნადი. ანუ უძებნეს ყველაფერზე ეძებენ არგუმენტს. ყველაფერზე აქვს პასუხი. ნებისმიერ შემთხვევაში ამართლებენ ხოლმე ხელისუფლებას. მათ შორის სოციალური გაჭირვებას არგუმენტითაც, სიღარიბის არგუმენტითაც ამბობენ, რომ რა მოხდა, ესე ხდება. ასე უნდა იყოს. აბა სხვანაირად უკეთესად ვინ გააკეთებს, მიშა გინდა? ომი გინდა თანდაც. არგუმენტში ომი გინდა და ჩაგუკეტეს აი ამ მოჯადოებულ წრეში. არავის არ უნდა ომი. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ მშვიდობასთან ერთად გვინდა რომ ქვეყანა ქვეყანას გავდეს, ადამიანებს ნორმალური ხელფასი ჰქონდეთ, ესე მძევლად არ აყავდეთ გაჭირვებული მაღაროელები, ყოველმეორე მდინარეს არ აბუბებდნენ და არჩევნები რო ტარდება, იმ არჩევნებში გადამწყვეტ სიტყვას არ უნდა ამბობდნენ ის რა ქვია, საბიუჯეტო სტრუქტურის დაქირავებული თანამშრომლები, უშიშროების მუშაკები, პოლიციელები და არჩევნების დროს მოსყიდვა არ უნდა იყოს თავარი ინსტრუმენტი. ჩვენ რომ მშვიდობა გვინდა, ეს მშვიდობის არსებობა არ გამორიცხავს დემოკრატიას და ელემენტარულ წესრიგს. და ქართული ოცნება გვეუბნება, რომ დიახ გამორიცხავს. დიახ არ უნდა მოითხოვოთ არანაირი ცვლილება სამოქალაქო ველზე, პოლიტიკურ ველზე, თუ მშვიდობა გინდათ და ეს ტყუილია. ეს არის ის არგუმენტი, რომელიც ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში ყოფნას უმყარებს და თავიანთი აი ამ სექტის წარმომადგენლების მოტყუებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ესა.
კი ბატონო, აი ლევან, რომ არ დაგუჩეს ეს თემა განხილვის გარეშე, მე მინდა შევეხოთ იმ აქციებს, რომელიც ევროპული იდეის გამო უკვე რამდენი ხანია ჩვენს ქვეყანაში არის და არჩევნების შემდეგ, აი ამ აქციებს ზოგჯერ ბევრი ადამიანი გამოდის ხანდახან ცოტა, თუმცა მაინც არ წყდება ეს პროტესტი. რა ლოგიკური გაგრძელება აქვს აი ამ ქუჩის აქციებს, იმიტომ რომ ხედავთ რაღაცნაირად რეაგირება არ აქვს ხომ ქართულ ოცნებას არც ამ პროტესტზე არც იმაზე თუ რა შეფასებები გაკეთდება საერთაშორისო დონეზე მათი მისამართით არც იმაზე რომ არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ ჩაესვლებათ და ასე შემდეგ ხომ ეს მათთვის შემაკავებელი არ არის რაღაცნაირად დისკომფორტს არ უქმნით როგორ ხედავთ აი ამ პროტესტის გაგრძელებას ვთქვათ უნდა ველოდოთ რომ ეს პროცესი მილევადია თუ პირიქით შეიძლება უფრო მეტად წინ წავიდეს პროცესი და კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ ადამიანები ქუჩაში. ჯერ ერთი არ დაგეთანხმებით თქვენი ნებართვით, ესე იგი რას ქვია არ რეაგირებს. ქართულმა ოცნებამ თითქმის ყველა კანონი გაამკაცრა, რომელიც საპროტესტო აქციებს უკავშირდება. კი ბატონო. და ახლა ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც აქვთ 30000 და 35000 ლარი ჯარიმა აკიდებული, მხოლოდ იმიტომ რომ მიტინგებზე და თუ არ ეშინია და თუ არ რეაგირებს ხელისუფლება ქუჩაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, მაშინ რა საჭიროა კანონმდებლობის ყოველკვირეული გამკაცრება და ახალ-ახალი კაბალური დრაკონული წესების მოფიქრება. ეშინიათ. დისკომფორტი ექმნათ. ან რას ქვია საერთაშორისო იმაზე არ რეაგირებენ, რა ქვია, იზოლაციაზე. როგორ არ რეაგირებენ? აგერ რომის პაპის კუბოს ამოეფარა საქართველოს პრეზიდენტად წოდებული კაცი, რომ როგორმე ევროპის ტერიტორიაზე ფეხი შეედგა და მე ერთი კვირა ტელევიზორში განხილვა მიდიოდა, რომ ვიღაცა გოგონას თვალი რო ჩაუკრა დონალდ ტრამპმა, ეს თვალის ჩაკვრა მიემართებოდა ამ შვენიერ ასულს თუ საქართველოს პრეზიდენტად წოდებულ კაცს. ხელი ვის დაუქნიაო, ამაზე მსჯელობდნენ ორი კვირა, არა ყაველაშვილს დაუქნია, არა იმ ყოფ სხვა სტუმარს დაუქნია. რას ქვია, ოცნებობენ, ოღონდ კი ვინმე ხელი დაუქნიოს მაგათ და ნებისმიერ კონტაქტზე გადიან, ისინი წხვდებიან, რომ ესე იზოლაციაში ყოფნა არ შეიძლება. ეუთო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია იყო საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, მაგრამ მას შემდეგ რაღაც ფუნქციები მაინც და მაინც ესეთი სერიოზული არ აქვს, ეუთოს თავმჯდომარე არის ვიღაცა სულეიმან დემირელის ყოფილი თანაშემწის მოადგილე თურქი პოლიტიკოსი და ის რო ჩამოვიდა აქ რავდი ვამი ეს წითელი ხალიჩა გაუგეს და თქვეს რომ აი სოფლიოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკოსი ჩამოვიდა ჩვენ. ასე რომ ცუდად არიან, უჭირთ, ძიმეთ არიან, მაგრამ ძიმეთ არის პროტესტის საქმეც. იმიტომ რომ აი ამაზე მინდოდა მეკითხა სწორედ რატომღაც ისე ჩანს სურათი იქმნება რომ საინტერესო არ არის ეს პროტესტი იმიტომ რომ ხომ ხედავთ ანუ ეს თავად ქართული ოცნების ასე ვთქვათ მხარდამჭერებისგან მოდის რომ ხომ ხედავთ იქ 3-4 ადამიანი გამოდის აი ამას რას ვუპირისპირებთ რას ვამბობთ ამის აპირისპირებლად 3-4 ადამიანი არ გამოდის ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის უბრალოდ შეუძლებელია რომ ადამიანები ესე იგი ყოველდღე ქუჩაში იდგნენ და 100,000 ადამიანი ყოველდღე ქუჩაში იყოს. ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი და ადამიანების ენერგიაც, ესე ვთქვათ, ამოწურვად. ასე რომ ხალხი კი გამოდის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თვითონ პროტესტი არის კრიზისში ფორმის თვალსაზრისით. ყოველდღე როცა ერთი და იგივეს აკეთებ, ის საქმე, რაშიც ჩამული ხარ, საზრის კარგავს, ხო? ყოველდღე ერთი და იგივეს კეთებ, ერთი და იგივე ფორმით პროტესტის გამოხატვა შედეგს არ იძლევა და პირიქით კონტრპროდუქტიულია. ამიტომ მოსაფიქრებელია ახალი გზები, ახალი მეთოდები წინააღმდეგობის და ეს მეთოდები შეიძლება იყოს ის, რაც ყველაზე კარგად გამოუვიდა ჩვენს პროტესტს. როდის იყო პროტესტი ყველაზე სერიოზული და გავლენიანი და აქტიური, მაშინ როცა დაირაზმნენ პროფესიული ჯგუფები, ნახეთ, როდესაც შეკავშირდნენ პროფესიული ჯგუფები და ერთად დაიწყეს მოქმედება, არა ინდივიდუალურად მე ახლა მიტინგი აქვს და საღამოს გავალა მიტინგზე როგორც ერთი მოქალაქე, არამედ აი გამოვიდნენ არქიტექტორები, გამოვიდნენ ტურიზმის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ამან იტანა შედეგი და მეორე შედეგი იყო, როდესაც დაირაზმნენ რაღაც რეგიონალური თუ ტერიტორიული ნიში.
ასე რომ პროტესტ თუ გვინდა რომ რაიმე შედეგი გქონდეს, ინდივიდუალური ძალისხმევა აღარ არის საკმარისი, აუცილებელია რომ გამოჩნდნენ კარგად ორგანიზებული და შეკავშირებული ჯგუფები, რომლებიც როგორც ჯგუფები, როგორც კოლექტივები, ისე მონაწილეობენ აი ამ პროტესტში და ეს რთული საქმეა. ამას ჭირდება რუტინული მუშაობა, ამას ჭირდება ერთი პროფესიის ხალხთა შორის გარკვეული კომპრომისი, ამ კომპრომისის საფუძველზე ორგანიზება, ეს რთულია. ინდივიდუალურად გამოსვლა რომ ღამე დაინიშნა 8 საათზე ვედი, ადვილია და ჯგუფების ორგანიზება რთულია. ასე რომ აი ამ რთულ გზას თუ დავადგებით, შეიძლება შედეგი გამოჩნდეს და მეორე პრობლემა იცით რა არის? სამწუხაროდ ქართული ოპოზიცია ძალიან დაბალი დონის არის, ძალიან არასერიოზულია და ამიტომ ფუჭი იმედებს უქმნის ხოლმე საქართველოს მოსახლეობას. არ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ზეგ გადაწყდება ყველაფერი, ან მასზე გადაწყდება ყველაფერი. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან მძიმე სოფლიოში, სოფლიო წესრიგის პირობებში, ის ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, ეს დამატებით სიცოცხლის უნარიანობას აძლევს ქართულ ოცნებას, შესაბამისად საქართველოს ბედი დამოკიდებული არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით აქტიურობაზე, არამედ იმაზე თუ როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება პოსტკომუნისტურ სივრცეში. ანუ ორივე ეს ასპექტია. ზოგი ამბობს, რომ მარტო შიგნიდან გადავწყვეტ ყველაფერი. ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ ჩვენ ხელზე უნდა დავაგრიფოთ, ჩვენ ვართ ნოლები, არარაობები და სოფლიოს ბედს უნდა დაველოთ. არა, ეს ორივე ფაქტორია. გავლენას ჩვენზე, შესაბამისად, მალე უცებ აი ერთ წამში შეიძლება არ გადაწყდეს ეს პრობლემა, ამიტომ ადამიანები თუ უნდათ რომ ეს ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს, თუ უნდათ რომ უნდა იყვნენ მზად, დიახ. უნდა იყვნენ მზად მარათონული გარბენისთვის და არა სპრინტის. კი ბატონო, უღრმესი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და იმისთვის რომ ჩაგვერთვეთ. ლევან ლორთქიფანიძე პასუხობდა ჩემს კითხვებს, მაყურებელსა და რადიო მსმენელს